დღეს ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას გამოგზაურებთ, რომელიც არის ალიკანტეს პროვინციაში. მე ახლა ალტეაში ვიმყოფებით. აქ ცხოვრების რიტმი ძალიან მშვიდია და თითქოს ყველაფერი იდეალურად არის. და მართლაც, შეხედეთ უბრალოდ ამ ქუჩებს, აი ამ ულამაზეს ხედს, რომელიც ჩვენს წინ იშლება. კაფეები, ტერასები, ბარები, რესტორნები, ნამდვილი ესპანური ცხოვრების სტილი. და დღეს მინდა რომ ეს ქალაქი კარგად დაგათვალიერებინოთ. გამომყევით ჩემს ვიდეოში. გამარჯობა მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით ალტეაში, როგორც გითხარით და მივდივართ მთავარი მოედნისკენ და კათედრალისკენ. აქ ჩამოვედით შაბათ-კვირის გასატარებლად ალვაროს ოჯახთან ერთად და დაგათვალიერებინებთ ყველაფერს, რა უნდა ნახოთ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და რაზე უნდა გამოვხილოთ ყურადღება. წავედით. ამოვედით ალტეას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ამ ადგილს ჰქვია ბალუარ დე ლა სენიორია. როგორც გავეცანი ინფორმაციას, ეს არის ძველი ბასტიონი და როგორც ხედავთ, აქედან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს. სხვათა შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილი აქვს ალტეას, იმიტომ რომ აი აქეთ ჩანს კალპე და იქით მხარეს არის ბენიდორმი. ბენიდორმი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და ცნობილი დასასვენებელი კურორტი ესპანეთში, ზაფხულში განსაკუთრებით. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალტეაში უნდა გააკეთოთ, ეს არის დაიკარგოთ ამ ულამაზეს ქუჩებში. ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქუჩაზე ალტეაში, რომელსაც ჰქვია კაიე დე სანტა ბარბარა. ეს ქუჩა ცნობილია იმით, რომ აქ არის შენობა, რომელსაც ჰქვია კასა სერვანტეს და გადმოცემის თანახმად ეს სახლი ააგო ფრანსისკო მარტინესმა, რომელიც იყო ძალიან დიდი მცოდნე სერვანტესის ლიტერატურის, ძალიან უყვარდა მას და როგორც ჩანს მიუძღვნა მას ეს სახლი. ჩემთვის ესპანეთში მოგზაურობისას ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი არის ხოლმე ეკლესიების დათვალიერება და დამეთანხმებით, რომ ეს ეკლესიაც იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობი გახდა ეკლესიების და კათედრალების სახელების დამახსოვრება, და არც ეს იქნება გამონაკლისი. ამ ეკლესიის სახელწოდება Iglesia de Nuestra Señora de Consuelo. ეს ეკლესია გამორჩეულია იმით, რომ აქვს ორი ულამაზესი გუმბათი, ესპანურად ამას ჰქვია ასულეხოს ან ასულეს და როგორც ხედავთ, ლურჯი ფერით არის გუმბათი გაკეთებული და ნამდვილად განსაკუთრებული დეტალია. ეს ეკლესია 1910 წლებშია აგებული, თუმცა ჩემთვის რაღაცნაირად უფრო ძველი შეხედულებაც აქვს. მთავარი დეტალი და მაგია სწორედ მის არქიტექტურაშია და ფერებში. აი ეს ფერი ძალიან მომწონს, ძალიან ხმელთაშუა ზღვის პირეულია. ამ ფერის გუმბათები დამახასიათებელია ესპანეთის ამ მხარისთვის და არა მარტო ეკლესიებს აქვთ ასეთი გუმბათები, არამედ შემიმჩნევია სახლების სახურავებზეც ასეთი ფერის გუმბათები. ასეთი ხედების ფონზე, რა თქმა უნდა, მე დაალვარო საკუთარი თავების აღბეჭდვა არ დაგვიწყებია და მართლაც, როგორ არ უნდა გადაიღო აქ ფოტოები და ვიდეოები, როდესაც ასეთი ხედი გაქვს წინ. ხო და ჩვენ ცოტა ვიპოზიორეთ, თავი მსახიობები გვეგონა და ფილმში გვიღებდნენ, ასეთი შთაბეჭდილება გვქონდა. ხო და ამ ულამაზესი კადრების შემდეგ უკვე შევედით ეკლესიაში და ნახეთ რა სილამაზე დაგვხვდა. უკვე შებინდებულზე კი ეკლესიის ეს ულამაზესი განათებები დაგვხვდა. საღამო კი გემრიელი ვახშმით, ჭიქაღვინითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. Buenos días. გამარჯობა. გათენდა მეორე დღე ალტეაში, ძალიან ლამაზი დილა. ხო და ჩვენც გადავწყვეტეთ, რომ ჩავიდეთ ზღვასთან ახლოს და იქ ვისაუზმოთ, ამიტომ გამოვყევით ვისაუზმოთ ჩვენთან. საუზმე ძალიან გემრიელი იყო და ასევე უნდა აღვნიშნო პერსონალი, რომელიც ძალიან საყვარლად გაგვიმასპინძლდა. შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ ცოტა ზღვის ნაპირზე გაგვესაირნა, აქ ტბები უკვე ზღვის ტალღებით, სიმშვიდით, სიწყნარით, რომელიც ალტეას აქვს და მართლაც დავიცალე ყველანაირი უარყოფითი ენერგიისგან და შევივსე ახალი ენერგიით.
ეს პალმების ზღვის სანაპირო და ნიავიც კი ძალიან სასიამოვნოა და გამაჯანსაღებელი და მადლობა რომ მქონდა ამის შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი გამომეცადა. გემრიელი საუზმის შემდეგ ამოვედით ისევ ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში და ახლა ჩემ უკან ხედავთ ერთ-ერთ ყველაზე ძველ კარიბჭეს. მე-17 საუკუნით თარიღდება ეს კარიბჭე. ვალენსიურად მას ქვია პორტალ վել, ესპანურად კი შეგვიძლია დაუძახოთ უბრალოდ პორტალ ვიეხო, ანუ ძველი კარიბჭე. როგორც ხედავთ, ყველაზე კარგად შენარჩუნებულია ეს კარიბჭე და პირდაპირ შეუძღვება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ახლა კი წამოდით დავათვალიეროთ დღისით როგორია ეს ყველაფერი, უმრავი ბარი, რესტორანი და ესპანური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი დეტალებია. ამ კადრებით მინდოდა დამემთავრებინა ეს ვიდეო, მაგრამ იცით რა მოხდა? მიკროფონი გამომერთო და ამიტომ ჩემი ხმა საერთოდ არ ისმის. მაგრამ ასე გეტყვით სამ მიზეზს თუ რატომ ღირს ზღვაზე წასვლა ზამთარში. პირველი, არ არის შემაწუხებელი სიცხე. მეორე, არ არის ხალხით გადაჭედილი და უფრო კარგად შეგიძლია დატკბე ხედებით და ადგილებით. და მესამე, ზღვაზე წასვლა არასდროს არ არის ცუდი იდეა, არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის დროს. შეიძლება მეთანხმებოდე, შეიძლება არა, მაგრამ იმაში ხომ აუცილებლად მეთანხმები, რომ ლამაზია და ეს ვიდეოც ძალიან კაი გამოვიდა. ხო და გამოიწერე ჩემი არხი აუცილებლად, დაალაიქე ეს ვიდეო და გაუზიარე სხვებსაც. მართლა გამოიწერე არხი, იმიტომ რომ ამის შემდეგი ისეთი ვიდეო იდება, რომელიც ჯერ არ გინახავს. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით!